მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ტელე და რადიო მსმენელებო. თავისთავად მე ნუგზარი ვარ ჩუბინიძე. ფართო მასებისთვის ნუგზა კლაქსონი რა. დღეს გასაოცარი მანქანა მყოფს სპეცომ თქვენთვის შერჩეული და ეს არის რა გაზ შისეძევით გაზ 69 იგივე კოლხოზნიკი მეგობრებო. ანი ჩემმა აღზრდილმა და ძალიან მაგარმა აღზრდილმა მოყურებელმა ყოველთვის იცის თუ სანამ განხილვას დავიწყებთ რა უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა მოვახდინოთ პარკირება და ყველანაირი ეს ქსესი თავიდან ავირიდოთ რა. რა ყველაფერი მარტივია ამ დროისთვის. ასთა სხვადასხვაობა არსებობდა იმ დროისათვის. იყო რაღაც კითხვები, აი მაგალითად და კითხვები რა შემოგდებული თემები. მოდი შემოვთხოვე და იძახოთ რომ სადაც კოლხოზნიკი გას 69 გავა იქ ნივა ვერ გავა, სადაც ნივა გავა იქ მოდი შემოვთხოვე და გას 69 ვერ გავა. ეს თავისთავად დასავლეთის შემოგდებული თემები იყო და ამით რემდენ და ასრულებდნენ საბჭოთა ინჟინერებს. მაგრამ ჩვენთვის ვიტყვი მარტო ჩემი მასისთვის რომ ხო გვერდზე მიდგას, მაგრამ საცანივა გავა ხო? მოდი ახლა ჩემებს გეტყვით რა და ჩვენად დავტოვეთ. ბედი შემოვთხოვე ხო გვერდზე მიდგას, მაგრამ საცანივა გავა ეს ვერ გავა. ასე რა, მაგრამ საცა ეს გავა ხო? ეგანა ახლა 10-15 ნივა აღენია. ძალიან დიდი ხათრი მაქვს, მაგრამ ნივა იქანა ვერ გეყარება. აი ეს არის რა. რა თქმა უნდა, მოდი შემოვთხოვე და საბჭოთა კავშირის არჩევანი არასდროს არ აკლდა და ეს მანქანაც 1000-ნაირი კომპლექტაციით იყო გამოშვებული. ყველაფერს თავი დავანებოთ, ძალიან ბევრი ფერის გამოდიოდა ბალოტნი, გამოდიოდა მუქი ბალოტნი ძმო, გამოდიოდა შველი, მოკრი ბალოტნი. საბჭოთა კავშირში ძალიან ბევრი მამაკაცი დადიოდა კოლხოზნიკით. ძალიან ბევრი, მაგრამ ერთადერთი ქალბატონი იყო, რომელსაც კოლხოზნიცა ყავდა. და ის სხვადასხვის მისი კოლხოზნიცა საოცრად გამოიყურებოდა ვარდისფერი ბალოტნისფერი. მე ნუგზა ჩუბინიძე კოლხოზნიკზე იმდენად ვიყავი და ვარ შეყვარებული რომ სადაც პრეზენტ გადახდილ კოლხოზნიკს ნახავდი იმ წუთოვე ჩემს ბოდიშ მომითხოვე და რაც კი მე მოსა ყველაფერს ზედ ვახურებდი რა. ახლა ახალგაზრდები იტყვიან რომ რა კოლხოზნიკი? რა დროს მაგარი? სად იყო კოლხოზნიკი? ვილისი რო ყავდა თემად ჩეროკი რაღაცა ბრაბუსი მაგარია. მოიცათ შვილო. თუ მაგარია, მაგ ჩეროკი და ბრაბუსი. PUBG-ში რა თუ არ არის ბრაბუსი და ჩეროკი. If you cannot play, მოდი შემოვთხოვე და shut up and play, Solomon Beach რა. So. შენი ჭირიმი. მოდი. დავშავოთ. თუ ავარიაში კოლხოზნიკით მოხდებოდით იქ ხოლოდ და მხოლოდ ორი ძალიან მარტივი კითხვა ისმებოდა, ვინ წავიდოდა ღვინოზე, ვინ წავიდოდა თევზზე. აბა ის გერა არიქა,
საავადმყოფოში კიდე ვიყვანოთ, იქნება დაუძრეს, აბა 5 წუთი არ დგება. ვის რა შეჭირდებოდა მოვალეობას დაძვრენი ადამიანი, ესას არ ხდებოდა. მასე არა, შეიძლება ძმაო, შეიძლება რაღაცა მომხდარიყო, იქანა მეცესტრა უნდა გამოსვლიყო, იქანა ვიღაცა სკალპელი უნდა ელესა რაღაცა. შეიძლება სად იყო ამდენი დრო? სად იყო ამდენი თავისუფალი დრო, რომ ადამიანისთვის აღარ ბოდიში მომიტყუე რაღაციდან დეგეძვრინა რა. წარმოიდგინეთ ახლა თქვენ რომ ერთი კაცის twin უნდა ერბინა ამდენი უნდა გაჩერებული იყო გარღვანა ბოდიში მომიტყუე და კონვეირებს უნდა ებხანათ მაგ მასი არ შეიძლება სად იყო რა საბჭოთა კავშირის მოქალაქესაც შეეძლო ძამიკო რომ ყოფილიყო ჰუმანური მაგრამ სად იყო ამდენი დრო არ იყო იმიტომ რომ საქმე იყო ეს ულამაზესი ჯერ კიდევ ახალგაზრდა ძალიან ბევრ საბჭოთა ფილმშია გადაღებული მეგობრებო. აი მაგალითად ერთად გავიხსენებთ. შეხვედრა მთაში. და უკვირდით თვითონ სიტყვას შეხვედრა მთაში. ეს მანქანა რო აყოფილიყო, ჩემ ფეხებს კიდე იღებდა შეხვედრა. რა შეხვედრა? იქნებოდა რა? შეხვედრა ბარში ეხლა რაღაცა. ბარის და იგას არ ვიცი. ვაკეს. აი ეს არის ყველაფრის შემქმნელი. შენი ჭირიმე. მოდი ერთ პაწუა ისტორიას და ჩანახაც მოგიყვებით ჩემი ცხოვრებიდან და აგერ ჩამოუჯდები რა ამ ლამაზმას. 4 კაცი გამორბივართ ტუნდრაში. გას 79 კოლხოზნიკით. მოდივარ, მანამ და უფეთელებს და მე 4 შუქა თავისთავად და მე მოდივარ. ჰოპ. დავიძავთ როგორც ახალი არაფერი. არ დაიკავა რა ტორმუზმა. არ დაიკავა ტორმუზმა და კალ მოვთიც ყველა. მაგრამ დავიძავთ მე ვუთხარ ვიტალი დადას მოგეწვა. ვიტალი გადაყვა ვალუტას. ვიტალი არ ქნა მე ვუთხარ. დავიძავთ ვიტალი მასა როგორც გემის კაპიტანმა გემი არ უნდა მიეტოს. ეს დაბადებიდან ასწავლა მამამისმა. რა გქონდათ კაცო რა გქონდათ მე ჩვენი დავიწყეთ ჩვენი ფიქრი დავიწყეთ ვინ წავიდა და აგეთ ძალიან მაგარ გვინოს ვინ რაღაცა ბუკ ამოდის ბუშტები ბალუტადან ამ წყლიდან და სკდება ბუშტი და არახის სუნია კაცო ვაიმე ღმერთო მაღალო ახლა ვიტალი არ მევიდოდეს კოლხოზნიკის გარეშე თქვი და ამისა ყველაფერი ძალიან მაგრად ბოლო ძალებით ვიტალი მოკიდა კოლხოზნის ხელი და ამოაგდო ნაპირს. ვაშინგენ. გაგვინათა სულ ეგრევე ვეცით. აბა ჰაერის ფილტრი რაღაცა. იქ ტრავლიოს ჩავხედეთ, ცოტა სოველი იყო. იქ რაღაცა. შეკარე მივაღებიეთ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე. სად მიხოთ მუშაობს. ცეპლილის ბოშოკი დავაკაჩავთ. ყველაფერი რაღაც. აკულიატორ დავაერთეთ. მანქანა გაცოცხლ რაღაცა, მაგრამ ვიტალი სად არის? იოპტო აი უმას. ყველას ეს 15 წუთი ასლო გავრეცხეთ იქანა. ტრიამკებით გავასვიტავით, მაგრამ ამოაგდო წყალმა, ვიტალი. დავისთავად ნახევრად გაგუდული ფერი წასული, ყველაფერი. ჩვენი ძმა და მეგობარი, აი მაინულა რაღაც გავიდა. კაროჩი დენისი რა. მივარ და უნდა გადავარჩინო და კატოჩებში ესაკიდან ბელავს, ისიკიდან აწვება, ესაკიდან ბელავს, ისიკიდან აწვება. ამოასუნთქა რაღაცა და ჩამოყალიბდა რა, მევიდა გონზე და რო დაფიქრდა მაგის დედა მოთქვა. ვიტალი მე მაგის საბჭოთა მოქალაქე მე მაგის დედა მოთქვა ჩემ შორსა გუცინი თუ ჩემში ამე იყო ნაგანი და დააჭედა შენ დენის რაღაც მისამის გავჩუნდით რა მინდები და წამევედით შევხვდებით ძალიან მაგარი მანქანებით ამაზე ბოლოსაც მოვყვები